გაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია. პარლამენტი გენერალურ პროკურორს უსმენს. პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გიორგი გვარაკიძემ გააცნო. მანამდე იყო საკომიტეტო მოსმენა. დეტალებით პარლამენტიდან ნინო არღულიანი გვერდდება. ქურდობა, ნარკოტიკები, ოჯახური ძალადობა, სამართლებრივი დევნის მაჩვენებლებით 2025 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაშაული სწორედ ამ მიმართულებით იყო ჩადენილი. პირველ ადგილზეა ნარკოტიკული დანაშაული. დღეს გიორგი გვარაკიძემ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით გახსნის მაჩვენებელი 109%-ს აჭარბებს. მან აღნიშნა, რომ მომხმარებელთან მიმართებაში კანონი შედარებით მსუბუქია, თუმცა კანონი მკაცრია რეალიზატორებთან მიმართებით და ასეც გაგრძელდება პროკურატურის პოლიტიკა კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით. დღეს გიორგი გვარაკიძემ კანონმდებლებს კონკრეტული სტატისტიკა გააგზნო კონკრეტული მიმართულებებით. მაგალითად, ოჯახური დანაშაულის მიმართებაში 4700 პირი მიეცა პასუხისგებაში ბოლო 1 წლის განმავლობაში. ასევე გაზრდილია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მაჩვენებლები. დღეს გენერალურმა პროკურორმა ასევე ცლად ისაუბრა დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება კორუფციას. ბოლო 3 წლის განმავლობაში ასეულობით საქმეა გახსნილი, მათგან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაკავებულია რამდენიმე ათეული პირი. გვარაკიძე ამბობს, რომ დაკავებულებს შორის 82 ბრალდებული საჯარო მოხელეა, ხოლო 13 მათგანს მაღალი თანამდებობა ეკავა. გენერალური პროკურორის განცხადებით 2025 წლის განმავლობაში ჯამში სისხლის სამართლის დევნა 25086 პირზე დაიწყო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაზრდილია დანაშაულის მაჩვენებლები. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა უწყებების ეფექტიანი მუშაობის შედეგად გაზრდილია გამოვლენის მაჩვენებლები. სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქცია ის ძირითადი ინდიკატორია, რომელიც ზუსტად ასახავს ქვეყნის კრიმინოგენულ მდგომარეობას, დანაშაულზე რეაგირების დროულებას და გამოწვევებს, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ შემდგომ წლებშიც. 2025 წელს მაღალი იყო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რომელიც 25086 პირს შეეხოდა, წინა წლებთან შედარებით მკვეთრი მატებით იყო გამორჩეული. სისხლის სამართლებრივი დევნა ყველაზე მეტჯერ დაიწყო ნარკოტიკულ დანაშაულზე, რომლის წილმად 19.7% შეადგინა. წინა წელთან შედარებით ამ დანაშაულზე დევნის დაწყების მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა. რის გამოც გავრცელებული დანაშაულის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც შეიცვალა ბოლო 6 წლის პრაქტიკა, როდესაც ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ქურდობა ფიქსირდებოდა. 2025 წელს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოში შესული შუამდგომლობების საერთო რაოდენობიდან პატიმრობა მოთხოვნილია ბრალდებულთა 35.1%-ზე, ხოლო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება 64.9%-ის მიმართ. უნდა აღვნიშნო, რომ 2020-2024 წლებთან შედარებით 2025 წელს გაზრდილია შუამდგომლობების სრულად დაკმაყოფილების მაჩვენებელი, რაც უმეტესად განპირობებულია საპროკურორო საქმიანობის ხელმძღვანელობის ხარისხის ზრდით. 2025 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენი გამოტანილია 20922 პირის მიმართ, რაც წინა 5 წელთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიზეზი კი ცალკეული დანაშაულების მიმართ ბრძოლის გაძლიერება. კვლავ მაღალია და ყოველწლიურად მზარდია სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი, რომელმაც 2025 წელს 58.7% შეადგინა, ხოლო ოდენობამ 57 მილიონს გადააჭარბა. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროკურატურა აგრძელებს მკაცრ და თანმიმდევრულ სისხლის სამართლის პოლიტიკას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. 2025 წელს 2499 სრულწლოვანი განრიდდა, რომელთაგან 2271 პირი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულზე იყო ბრალდებული. შთამბეჭდავია ბოლო წლებში განრიდების გამოყენების ზრდის ტენდენციაც, არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის მზარდი მაჩვენებელი ჩვენი გამოწვევა, რაც წლიურ შედეგებშიც ასახულია. განრიდებულ და ბრალდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობამ 1069 პირი შეადგინა. 2025 წელს გასული წლების მსგავსად განრიდება ძირითადად გამოყენებულია ქურდობის ჩამდენი 377 არასრულწლოვანის მიმართ. ნარკოტიკული დანაშაული ყველაზე გავრცელებული დანაშაულების სათავეშია და პირველ ადგილს იკავებს. 2025 წელს გაიზარდა რეალიზატორების გამოვლენისა და მათი დანაშაულებრივი კავშირების გამოძიების პრაქტიკა, ხოლო დანაშაულებრივ ქსელში ჩართული ხელშემწყობი პირების მიმართ
გატარდა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. სწორად დაგეგმილი და აღსრულებული ოპერატიული საგამოძიებო და საპროკურორო თანამშრომლობის შედეგად 2025 წელს წინა წელთან შედარებით 109%-ით გაიზარდა 260 მუხლით პასუხისმგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა და 6122 პირით განისაზღვრა. ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 546 ნარკორეალიზატორის მიმართ, რაც წინა 5 წლის მონაცემთან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. მათ შორის გამოვლინდა ნარკოტრაფიკში ჩართული უფრო მეტი უცხოელი. 2025 წელს თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 655 პირის მიმართ. გვაქვს მოლოდინი, რომ თაღლითობის საქმეებზე სპეციალიზაციის დანერგვა და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა დადებითად აისახება. 2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე 4585 პირის მიმართ დავიწყეთ სისხლის სამართლებრივი დევნა. კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენი 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში, რაც სასამართლოს მხრიდან 62%-ის შემთხვევაში დაკმაყოფილდა. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის წლიური შედეგებით ცხადყოფს სწორი და შედეგიანი მეთოდების გამოყენების პრაქტიკას. კანონიერი ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 18 პირის მიმართ დაიწყო, რაც 260%-ით აღემატება წინას წლის მაჩვენებელს. 67 პირს განესაზღვრა ბრალდებული სტატუსი ქურდული სამყაროს წევრობისათვის, რაც 235%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამართლობის ბაზაზე შეიქმნა კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი. წინა 3 წელთან შედარებით 2025 წელს ყველაზე მაღალი იყო გამოძიების დაწყების მაჩვენებელი და 230 საქმით განისაზღვრა, ხოლო ბრალდებულ პირთა რაოდენობამ 125-ს მიაღწია. გაიზარდა სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის მაჩვენებელიც და შავრი დაიდო 84 პირს. ხაზგასასმელია, რომ 82 ბრალდებული კორუფციული დანაშაულის ჩადენისას დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურებში. მათ შორის 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი. კერძოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 2025 წელს მსჯავრდებულ პირთაგან კი 6 იყო მაღალი თანამდებობის პირი, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამმართველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე. ამ წუთებში გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე დეპუტატების კითხვებს ისმენს. კითხვის უფლებით უკვე ისარგებლეს პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლებმა და მათ ძირითადად შეკითხვები ქართულ მართლმსაჯულებას გაქცეული გიორგი გახარიას საქმეებთან დაკავშირებით ჰქონდათ, რაზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მათ პარლამენტის რეგლამენტი შეახსენა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე საკანონმდებლო ორგანოში საუბარი ვერ იქნება. ამისთვის პარლამენტის თავმჯდომარე გახარიას თანაგუნდელებს სასამართლოსკენ მიუთითა. კითხვების შინაარსთან დაკავშირებით რომ მიგვითითეთ. აი ეს არის 162 მუხლის ნორმატიული შინაარსთან გამომდინარე, როდესაც საქმე ეხება სამართალ წარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ამასთან დაკავშირებით კითხვების დასმის უფლება როგორ შეგვიზღუდეთ? აბა ეხლა რა ვაკეთოთ? შეკრებამ გამოკლებაში, რა ვიცი, კვადრატული ფესვის გამოყვანაში ვიმეცადინოთ ამ ციფრების? არ შეიძლება დაესვას კითხვა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, ერთი, სასამართლოს განხილვასთან, მეორე, საქმის ცალკეულ გარემოებთან დაკავშირებით. საუბარი როცა არის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, უბრალოდ არათანაბარ მდგომარეობაში იქნება იმ საქმის ფიგურანტები. რა პროკურორი თავის მხრივ წარმოადგენს ბრალდების მხარეს. იმ პირობებში, როდესაც არც ერთი ის ადამიანი არ ყავთ გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული, ვინც დანაშაული აღასრულა და ვინც ადამიანების საკმაოდ ესეთი სოლიდური ნაწილი დააზიანა მძიმედ და დაასახელეთ ერთი მტკიცებულება. პირდაპირ მტკიცებულება, თუნდაც ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი გახარიამ აი ამ საკითხებს საუბრობდი, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ხოთ კითხვები ნუ იქნება. მათ შორის მით უმეტეს, როცა ეს მიკერძოებულად არის თქვენთვის, მე მგონი თქვენთვისაც პოლიტიკურად არ არის სწორი, რომ მაინც და მაინც თქვენთვის საინტერესო საკითხზე კითხოთ. მტკიცებულებების დასახელების და განხილვის საკითხი აქ არ არის. გასაგებია, რომ თქვენ გიორგი გახარიას ადვოკატები ხართ ყველა და მის დაცვას შეეცდებით, მაგრამ ეს თავად პრინციპის საკითხია, რომ თუ საუბარი იქნება კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულზე, ბრალდება
ბუნებრივად ისაუბრებს, უნდა ბრალდება უნდა ამტკიცოს პირის დანაშაულებრიობა და მას არ ექნება პასუხის შესაძლებლობა და აქ უნდა გავარჩიოთ რამდენად დამნაშავე ადამიანი, ისე რომ მას არ ექნება შესაძლებლობა პასუხის გაცემის. საქართველოს ისტორიაში თქვენ ხართ საქართველოს პირველი გენერალური პროკურორი, ვინც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ნარატივით და ბრალდებებით აღძარით სისხლის სამართლის საქმე. ისეთ ადამიანებზე, ვინც საქართველოს ძირძველი ისტორიული ტერიტორია დაიცვა საოკუპაციო რეჟიმისგან და ვინც ძირძველ ისტორიულ ტერიტორიაზე ოკუპაციის თავიდან აცილების მიზნით ჩადვა საპოლიციო საგუშაგო. ცოტა მორიდების საკითხიც არის, რომ მაინც კონკრეტულ საკითხს ესვა და მაინც თქვენი პარტიის თავმჯდომარეზე თუ ლიდერზე ხომ ეს მიკერძოება მაინც ხარ ნაჩვე და ერთი და მეორე რა თქმა უნდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ვერ ისაუბროს პროკურორი, ანუ რა მოლოდინი გაქვთ რომ პროკურორმა ისაუბროს რა მტკიცებულების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რა მტკიცებული იყო, არ იყო, ანუ ეს ყველაფერი სასამართლოში დადგეს თქვენს წინ არის ანგარიშვალდებულობის საკითხიც არის. სესიამდე კი გიორგი გვარაკიძემ ანგარიში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა, სადაც მან დღესვე ასევე უპასუხა კანონმდებლების კითხვებს. გიორგი გვარაკიძემ კითხვებზე პასუხისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ გენერალური პროკურატურა გააგრძელებს ბრძოლას მთავარი გამოწვევის წინააღმდეგ, რომელიც ნარკოტიკებს უკავშირდება და ასევე გააგრძელებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. არის თუ არა სკოლებში, სხვადასხვა დაწესებულებებში შესაბამისი პროცესი დანაშაულთან მიმართებით ცნობიერების დონის ამაღლების საკმაოდ მაღალი გვაქვს არასრულთან განრიგდების მაჩვენებელი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ არ გვინდა ბევრი არასრულწლოვანი გახდეს ესე რომ ვთქვათ, ნასამართლები პირი. მათ უნდა მიეცეთ საზოგადოებაში ინტეგრაციის სრული უფლება. დანაშაულის რა კატეგორია რჩება დღეს ყველაზე უფრო დიდ გამოწვევად პროკურატურაში? 2025 წელს ნარკოტიკულმა დანაშაულმა ფაქტიურად გადაასწრო ყველა სხვა დანაშაულს, არის ორგანიზებული დანაშაული, რომელზეც სახელმწიფო რეაგირებს სწორად და ადეკვატურად. ქურდული სამყაროს მიერ ჩადენილი დანაშაულები საკმაოდ მაღალი პროცენტით აღემატება წინა წლებს, მაგრამ ეს არის გამოვლენის მაჩვენებლის შედეგი და არა დანაშაულის გავრცელების და გაზრდის ტენდენცია. ნახეთ, არაერთი სისტემური ძალადობა, მშვიდობიან აქციებზე, მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე დღეის მდგომარეობით 2 წლის შემდეგ დაკავებულია მხოლოდ 5 პირი. გამოძიება გრძელდება და გამოძიებას აქვს თავისი ვადები. ციფრი არაფერ შუაში არ არის. აქ მთავარია ის, რომ ჩვენ შევძელით და დავაიდენტიფიცირეთ პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. მომავალში რა პრიორიტეტებს ხედავთ და რისი გატარება იქნება მნიშვნელოვანი, რომ დაზარალებულთა უფლებები კიდევ უფრო მეტად იყოს განმტკიცებული. ყავს დაზარალებულთა კოორდინატორები, რომლებიც ჩართულები არიან და აძლევენ შესაძლებლობას დაზარალებულებს, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ მათ საქმეებთან დაკავშირებით. კორუფციული დანაშაულის გზით დაგროვილი უკანონო ქონების ჩამორთმევაზე და არსაუბრობთ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის რატომ ვერ მოხდა ეს ჩამორთმეული ქონებების ჩამონათვალში. სტატისტიკური მონაცემები რაც დაჯამდა ამოღებულ ქონებას თუ ჩამორთმეულ ქონებას შეეხება, ყველაფერი არის დოკუმენტში მოცემული. სახელობით ვერ იქნება რომელ პირს რა ქონება თუ ნივთი თუ რა ბრენდი თუ რა რაოდენობის ესე რომ ვთქვათ თანხა ჩამოერთვა. თუ ვინმეს შეუძლია დღეს თქვას რომ კორუფციას ებრძვის, ჩვენ ვართ ის ადამიანები. ეს ყველაფერი ასახულია კიდეც ჩვენი 1 წლის საქმიანობაში. ნარკოტიკულ დანაშაულზე თქვენ ძალიან ისეთი სტატისტიკა გაქვთ, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ეს რამ გამოიწვია? გაიზარდა თუ არა ნარკომანია რთული სათქმელია, მაგრამ გამოვლენა ნამდვილად გაიზარდა ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირების და მათ შორის რეალიზატორების. დღეს პირველი შემთხვევაა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, როდესაც გენერალური პროკურატურა პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს. პარლამენტიდან ნინო არღულიანი საუბრობდა. რამდენიმე წუთის